გუშინ კაბინეტიდან მოვისმინეთ, რომ საქონლის ზრდილი ხორცი ღირს 10 ლარი, 9 კილოგრამი და ეს არ არის უბრალოდ შეცდომა, ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა რეალობას მოსწლა და მოდი ვნახოთ ახლა ეს რეალობა ერთად. გამარჯობა. 10 ლარად 9 კილოგრამი საქონლის ხორცი თუ შემიძლია რომ ვიყიდო? და რამდენი მომივა? ხომ გაჩვენეთ რამდენი მომივა 10 ლარად, რამდენი? 355 გრამი ხორცი. აი ეს არის 10 ლარის? 10 ლარის. და თქვენ შეგიძლიათ 10 ლარად გაყიდოთ 9 კილოგრამის საქონლის ხორცი დარბილებული? ნახე, 355 გრამია. 10 ლარად როგორ გაყიდოთ? მოგება ვერ დაგრჩება? ან ვერაფერს ვერ იხეირებ ამას? პირიქით ძალიან ვერ წავალ. საგებაში. სად ვიყიდი საქონლის დარბილებულ ხორცს 10 ლარად? შეიძლება პრემიერად. ძალიან დიდი მადლობა. მოდით ახლა სხვასაც ვკითხოთ. მადლობა. გამარჯობა. 10 ლარად 9 კილოგრამის საქონლის ხორცი მინდა. მომივა? გავწონოთ 9 კილო დარბილებული საქონლის ხორცი. 9 კილო დარბილებული საქონლის ხორცი 10 ლარად. ვერ ვიყიდი? სად ვიყიდი 10 ლარად? ვერსა. საქართველოში, ქუთაისში? ვერც ქუთაისში, ვერც ბათუმში, ვერც თბილისში. ანუ არარეალური ფასია? არარეალური ფასი. და თქვენ რო 25 ლარს ვიხდით, ჩვენ ძალიან ხორცი ასაღები ფასი აქვს. ანუ ახლა რო გაკეთეთ საგებაში ვიხარ. აი, ძალიან დიდი მადლობა. მოდი კიდევ გადავიდეთ. სხვა დღესაც. კილოს. მოგცემ, თუ გინდა. მოგცემ. მე მომცემთ, მაგრამ ისე იყიდება. არ ვიცი, ვერ გეტყვი. ეს არის რეალობა დღეს ბაზარში, რომ 9 კილო დარბილებულ საქონლის ხორცს 10 ლარად ვერსად ვიყიდით. როცა ქვეყნის პირველი ფერი ასეთი ციფრებს ასახელებს, ის ვერ ხედავს ვერც იმ გლეხს, რომელსაც საქონლის შენახვა დღეს ცეცხლის ფასი უჯდება და ვერც იმ ადამიანს, რომელიც დაღთან დგას და ვერც იმას, ვისაც ხორცის ყიდვა სურს. ჩვენ დღეს ორ საქართველოში ვცხოვრობთ. ერთი კაბინეტორია, სადაც ცხოვრება იაფია და ციფრები ლამაზი და სადაც გონიათ, რომ 9 კილოგრამი დარბილებული საქონლის ხორცი 10 ლარი ღირს. მეორე კი არის აი აქ, რეალურ სივრცეში, დახლთან, სადაც ყოველი თეთრი დათროლია, სადაც ადამიანი არსებობისთვის თავდაუზოგავად შრომობს. ეს გაუცხოება ის, რაც ყველაზე მეტად გვაზიანებს. სანამ რეალურ ფასებს არ დავინახავთ, სისტემა ვერასდროს იქნება ადამიანზე ორიენტირებული. მე მინდა, რომ სისტემა ადამიანს ხედავდეს არა როგორც სტატისტიკურ ერთეულს, არამედ როგორც პიროვნებას თავისი შრომით და ყოველდღიურობით. ახლა თქვენ მითხარით, თქვენს ქალაქში ან უბანში სადმე თუ გეგულებათ რბილი საქონლის ხორცი 10 ლარად.